განვაგრძობთ გამოშვებას ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობის ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. მათი ოჯახის წევრების ინფორმაციით კი ბრალდება უსაფუძვლოა, ირწმუნებიან, რომ ბრალდებულებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი არ ჰქონიათ. საპირისპიროზე საუბრობენ დაზარალებული ბიზნესმენის ახლობლები. სამშენებლო კომპანია აპოლოს ხელმძღვანელის დედა ამბობს, რომ ბრალდებულები მის შვილს ფულს სისტემატურად ძალავდნენ. მარიამ ქართოლიშვილი ესაუბრა მხარეებს და მათ განცხადებებს გაგვაცნობს. მარიამ, გისმენთ. დიახ, ბიზნესმენ ჯენერი იგივე გაგა მესხიას ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ბიზნესმენს სისტემატურად ძალავდნენ ეგრეთ წოდებული კანონიერი, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები. ფულს საუბარია დიდი ოდენობით თანხაზე და როგორც გაგა მესხიას დედა ჩვენთან საუბარში ამბობს, მის შვილს თხოვდნენ სამშენებლო კომპანია აპოლოს წილების გადაფორმებას, საუბარია რამდენიმე სამშენებლო ობიექტზე, ასევე ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ იმის გამო, რომ გაგა მესხიას რამდენჯერმე მოუწია დიდი ოდენობით თანხის გადახდა, ამის გამო მან შეაჩერა სამშენებლო პროცესი. ოჯახის წევრები იმასაც ამბობენ, რომ 1 წლის განმავლობაში დიდი ოდენობით თანხების გამოძალვის შემდეგ თავად დაზარალებულმა ბიზნესმენმა მიიღო გადაწყვეტილება მიმართა სამართალდამცავ უწყებას და ამის შემდეგ მოხდა 27 იანვარს 5 ადამიანის დაკავება ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში. რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, ის ამ დროისთვის მედიასთან არ კონტაქტობს, თუმცა მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდო გამომძალველებთან მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ისინი უბნელები არიან. ეს იყო ფულის გამოძალვის ამბავი იყო, ფულს ძალავდნენ მაგას. და იგი იყო. რამდენი ხნის განმავლობაში და ვინც ძალავს? წლის განმავლობაში, მე მგონი. ქურდები არიან, ქურდები, ეგენი არიან, ქურდები, ბანდა, რომელიც შეესევიან ადამიანს და ბოლომდე უნდა რომ ჩაძირონ. თვითონ მიმართა სამართალდამცავ. თვითონ მივიდა, მშენებლობა შეჩერებული იყო. რა თანხაზე იყო საუბარი? ძალიან დიდი თანხაზეა ლაპარაკი. ეს არ არის 2 კაპიკი. იცნობდა ის ამ ადამიანს? მიგონში იცნობდნენ, აბა. უბნელები იყვნენ, აბა. ნახალუყელები არიან, ეგენი სულ ყველანი. რაც შეეხება დაკავებულების ახლობლების პოზიციას, შაქრო ქარელიშვილი, რომლის სახლშიც მოხდა ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევა, სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, მისი ახლობლები ამბობენ, რომ მას კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი არ აქვს. ანალოგიური პოზიცია აქვს მერაბ კაჭკაჭიშვილის ოჯახის ახლობლებსაც. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მერაბ კაჭკაჭიშვილსა და ბიზნესმენს შორის იყო დაპირისპირება, რომელიც ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს ინტერპოლით ძებნილს სულხან ჯაფარიძეს უნდა მოეგვარებინა. ასევე კატეგორიულად უარყოფენ წარდგენილ ბრალდებას 23 წლის ლაშა სირბილაძის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ სირბილაძე მის მეგობართან ერთად იმყოფებოდა და არ იცოდა სად მიდიოდა. შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ წარდგენილი ბრალდება არის აბსურდული. რა იყო ებლატავებოდნენ ერთმანეთს, რამეს აწერავდა ვინმე, გამოძალვა იყო, 2 მოწილე იყო. 2 მოწილე. ორივე იქიჟდა და შენ მეტი გადასახდელი, ანუ ვერ რიგდებოდნენ თანხაში. გადაწყვიტეს, რომ ანუ სასამართლოებში კი არ ერბინათ, ეკითხათ ვიღაცა X-ისთვის. და ამ X-მა უთხრა, რომ ეს შენ ეს გეკუთვნის ალბათ და მოწილეები ხართ, შერიგდით რა გაქვთ გასაყოფი, დაალაგდით. რა ქურდული გარჩევა იყო, ვინმე მოიტაცეს, კაცი მოიტაცეს, ფულს ითხოვდნენ, გამოძალვას ჰქონდა ადგილი თუ რა. თქვენი ახლობლები მერაბ კაჭკაჭიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ და რა კავშირი ჰქონდა მას ქურდულ სამყაროსთან? არანაირი. მერაბ კაჭკაჭიშვილი ცხოვრობს რა ინფორმაცია გაქვთ? ჩატარდა ჩხრეკა ამ სახლში. ინტერპოლით ძებნილ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდ სულხან ჯაფარიძეს ბრალი დაუსწრებლად უკვე წარედგინა. გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობას, სავარაუდოდ პროკურატურა სასამართლოში ხვალ შეიტანს შესაბამის დოკუმენტს და ჩვენი ინფორმაციით საგამოძიებო უწყება 5-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობას მოითხოვს.